როგორ ცხოვრობს პროპაგანდისტული იმედის სახე და გასართობი შოუების ავტორი. ვერც ერთი სანქცია ვერ წამართმევს ჩემს წლების მანძილზე დაგროვილ სიამაყეს, ვიყო ჩემი მშობლიური იმედის ნაწილი. ამბობდა ნოე სულაბერიძე ერთი თვის წინ. სიამაყის გარდა კიდევ რა დააგროვა მან ბოლო წლებში, აიფუფუნების ამ ეპიზოდში მოგიყვებით. ნოე სულაბერიძე პროპაგანდისტული იმედის თანამშრომელია სულ მცირე 10 წელია. მისი ავტორობით და პროდიუსერობით იქმნება ცეკვავენ ვარსკვლავები, სიცრუის დეტექტორი, პრაიმ შოუ და ნოესთან. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ამ ფორმატში, ამ გადაცემაში. ამ ადამიანს გარდა იმისა, რომ ჩანს, რომ ბევრი რამ აქვს ცოდნის და განათლების კუთხით გამოვლილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციონალისტი. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ნოე სულაბერიძის სახელზეა 2 ბინა თბილისში, სახლი საგურამოში, აპარტამენტები ციხისძირში და სააგარაკე მიწის ნაკვეთები ლისზე. ეს ყველაფერი ბოლო 5 წელში მოაგროვა. მათ შორისაა 2 სართულიანი სახლი საგურამოში, თავისი აუზით და საზაფხულო ფართით. აქ მიწის ნაკვეთი მშენებარე ნაგებობით 2021 წელს იყიდა, აგარაკი კი მერე მოაწყო. რაც შეეხება თბილისს, ჯამში 126 კვადრატული მეტრი ფართობის 2 ბინა აქვს ალფას საცხოვრებელ კომპლექსში. ნოე სულაბერიძეს აპარტამენტები აქვს ზღვისპირას, რედკოს პრესტიჟულ კომპლექსში, ბამბუ ბიჩ ციხისძირი, რომელიც სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. მოდი უთხრა ჩვენს მაყურებელს, სად ვიმყოფებით ეხლა და რატო? აქ ორივე ბინა 2023 წლის მაისში იყიდა. გარდა ამისა, აქვს მიწის ნაკვეთები გურიის სოფელ ლისაში და ჩიბათში. სულაბერიძეს მიწის ნაკვეთები აქვს ლისცეც, ლისი ტოპოგრაფის ვილების უბანში. შეპესე ლისი ტოპოგრაფი ნოეს ბიზნესთანაა დაკავშირებული. იგივე ლოგო და საკონტაქტო ინფორმაცია აქვს უძრავი ქონების კომპანია ლისი ტოპოგრაფ მენეჯმენტს, რომელშიც სულაბერიძეს 100%-იანი წილი აქვს. ცადეთ გაგვეგო, რა შემოსავალი აქვს ნოეს ამ ბიზნესიდან. თუმცა ანგარიშგების პორტალზე კომპანიის ფინანსური ანგარიშები საჯარო არ არის. ნოე სულაბერიძის მეუღლე 2019 წლიდან არის მოდელი და მის საქართველო ჯანეტა ქერდიყოშვილი. ის ცნობილი ბიზნესმენის ჯემალ ქერდიყოშვილის შვილია. ჯანეტას უძრავი ქონება ასე გამოიყურება. 164 კვადრატული მეტრი ბინა სარდაფით ლისი გრინთაუნის კომპლექსში და 75 კვადრატული მეტრი ბინა ბაკურიანში, რაიმონდ რეზიდენსის კომპლექსში. ეს ქონება 2016 და 2024 წლებში იყიდა, ჯამში $227,000. ნოეს და მისი მეუღლის ცხოვრების სტილი რომ ფუფუნებაა, ამაზე მათი უძრავი ქონების გარდა მოგზაურობის რუკაც მეტყველებს. მაგალითად, ბოლო 3 წელში იყვნენ ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ვენეციაში, კომოს ტბასა და ტოსკანაზე. ევროპის და ამერიკის გარდა აფრიკაშიც იყვნენ, კერძოდ ზამბიას და ჩანჩქერ ვიქტორიას ესტუმრნენ. და ეს არის სოფლიოში ყველაზე მაღალი და ამავდროულად გრძელი ჩანჩქერი ვიქტორია. IQ არის პრობლემა. ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი შეგალსტუკიანო. ამ ყველაფრის მერე ნოე სულაბერიძე მოსკოვში ჩავიდა და ქართული ეკლესია მოინახულა. ნოეს და ჯანეტას მდიდრული ცხოვრების სტილი ეტყობათ გარდერობზეც. მაგალითად, ჯანეტა ქერდიყოშვილს აქვს ჰერმესის, შანელის, დიორის და ფერაგამოს ბრენდის ჩანთები.
ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.